რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. შეიძლება ცოტა მოგბეზრდათ კიდეც გორის მერიის სპორტულ ჩასვრათა ამბების მოსმენა, მაგრამ კიდევ ერთი უნდა გითხრათ, ვერ გადარჩებით. ეს არის ვაშა გადაცემა, თენგის გოგუტაშვილის პოდკასტი. ამბავი ისეთია, ვერ გადარჩებით. ჩაინიშნეთ 14-18 ივლისს სახელოვანი სპორტული ტრადიციების მქონე ქალაქი გორი სახელოვან საქმეს ეჭიდება. ატარებს კრევის ტურნირს საერთაშორისოს. ხო მაგარია. 17 წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგონებისთვის. ჩამოდიან სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდან. ეს ტურნირი ჩატარდება მსოფლიო კრივისა და ევროპული კრივის ფედერაციების ეგიდით. და მისი პატრონები არიან ეროვნული ფედერაცია, კრივის, სპორტის სამინისტრო და გორის მერია. ეხლა აქამდე რაც მოგიყევით, ერთმანეთზე უკეთესი ამბებია, ხო? თავარი კი აწიწყება. ტურნირი ტრადიციულია და ტარდება 2008 წლიდან. ერთადერთი წელი, როცა არ ჩატარებულა, იყო 2025. შარშან. იმიტომ რომ შარშან დაიჭირეს კაცი, ვის ტურნირიც არის, ვის სახელსაც ატარებს, გიორგი კანდელაკი. გახსოვთ ეგ ამბავი, ანდა როგორ დაგავიწყდებოდათ? 75,000 ბოთლი ყალბი, ჭიოს რეგალი, გრეიგუსი და სხვა ძვირიანი სასმელები რო ჩამოასხა გორის რაღაც ავტოფარეხში და 320,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომ გასაყიდად რო ქონდა გამზადებული. მინიმალური გადათვლით საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. სოფლიოს ყოფილი ჩემპიონი 2025 წლის სექტემბერში 6 კაცთან ერთად დაიჭირეს. დეკემბერში კი საშობაოდ გამოუშვეს 200,000 ლარიანი გირაოთი. გირაო ხო იცით რა არის? გირაო ნიშნავს, რომ თაღლითობასა და კონტრაბანდაში ბრალდებული კანდელაკი კვლავაც ბრალდებულია თაღლითობასა და კონტრაბანდაში. არაფერი შეცვლილა სტატუსში. შეიცვალა მხოლოდ ფიზიკური კოორდინატები. ადრე თუ ციხეშიო, ახლა სახშია, მაგრამ ბრალდებული. და ისე ველოდება სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს წავა თუ არა აწი ციხეში. ახლა ეს ბრალდებული რინგზე რომავა პოდიუმზე და გამარჯვებულებს მედლებს ჩამოკიდებს, თასებს მისცემს. საზეიმო სიტყვას რომ წარმოთქვამს სპორტის ზოგად საკაცობრიო პრინციპებს რომ ისაუბრებს, ცოტა უხერხული ხო არ იქნება. და ამასობაში რომ მოსამართლე ციხეში მის შებრუნება გადაწყვიტოს, იქიდან მიესალმება პუბლიკას, იქიდან მისცემს მაგალითს ახალგაზრდა სპორტსმენებს. ეს მორალური დილემაა. უნდა ატარებდეს თუ არა ქვეყნის მთავარი ახალგაზრდული ტურნირი თაღლითობაში ბრალდებული რუსული სეზონიტევესა და სტალინის ფონდის დამფუძნებლის სახელს. მაგრამ ამბავს აქვს კიდევ ერთი დილემა. გორის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ახლა მოითხოვა ტენდერის გარეშე უნდა ვიყიდოთ თასები და მედლები, იმიტომ რომ სხვანაირად ვეღარ ვასწრებთო. ტენდერის გარეშე ხომ იცით რას ნიშნავს საქართველოში? ურეკავ ძმაკაცს. აწესებინებ ისეთ ფასს ყველამ რომ იხეიროს, ისიც კმაყოფილი იყოს შენც და ქალაქის მერსაც დარჩეს რაიმე კმაყოფილებისათვის და ურიცხავ ბიუჯეტის ფულს. ბიუჯეტის ფულია, შენი ხო არა. ვაშა გადაცემის წინა გამოშვება მიცნახეთ, აუცილებლად გემახსოვრებათ გორის კორტების ამბავი 2 მილიონად რომ ააშენეს. საზეიმოდ გახსნეს, მაგრამ ჩოგბურთს ვერ თამაშობენ, რა კი არასწორად ყოფილა განლაგებული თავიდანვე. და ვინაა დამნაშავე? აი არავინ. თუმცა, ქალაქის მერმა მგონი ახლა იპოვნა დამნაშავე. თავს ხომ არ მოიხსნა და მოხსნა მერიის სპორტული განყოფილების ყველა თანამშრომელი. განყოფილება კი ბოლოს საერთოდ გააუქმა. და შენ დაიდე ჩემი შვილი ცოდვა და შენც და ბატონ კოტესაც ეგ მოგეკითხებათ, იცოდეთ თქვენ. ამის მერე თქვენ ხართ ძალიან დიდი მტერი გორში, რომელსაც შენზე უკეთესი რეპუტაციაც აქვს და კოტეზე უკეთესი რეპუტაცია. ეს არის თეა კეჩხუაშვილი, ერთადერთი ვინც გაბედა და ღიად გააპროტესტა გადაწყვეტილება. არადა მერიიდან ერთ დღეში 54 ადამიანი გაუშვეს და კიდევ უპირებენ. მე მაქვს დაწერილი მერის სახელზე წერილი, სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს და ეხლა უკვე აღარ არის დასამალი, ჩემი სამსახურისვე უფროს, არა განყოფილების, არამედ სამსახურის უფროს, მობინგში ვდებლალს და დასაბუთებული მაქვს ფაქტებით. იმიტომ რომ ეს არის ვასილ ბალახაძე, მოგეხსენებათ, ვასილ ბალახაძე არის. რომლის უკანონო წიგნის დაბეჭდვაზე მე მქონდა მასთანვე კონფლიქტი. მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ არა სპორტი, სპორტულ ქალაქში, სპორტის განყოფილება მთლიანად უნდა გაეუქმებინათ. და დღეს საკრებულო მიიღო, რა თქმა უნდა, არაფერი არავინ არ კითხა, რას როგორ გააკეთებდა, ანუ გადააგზავნეს და მიიღო და გაუქმდა ჩვენი განყოფილება.
გორის სპორტულ განყოფილებაში დასაქმებული იყო სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი ჯემალ მჭედლიშვილი. ახლა ისიც უსამსახუროდ უმუშევარი დარჩა. მე ზუსტად არ ვიცი რა ედოგულში ან თავში გორის მერს ან საკრებულოს თავმჯდომარეს. თელს განყოფილებას რომ აუქმებდნენ მთლიანად. სამაგეროდ ვიცი რომ ადამიანები სასოწარკვეთაში ჩავარდნენ. აი ეს ამ თავარი ამბავი რაც უნდა მოგესმინათ. ეს ვიღაცას უნდა ეთქვა. სამსახურიდან გათავისუფლება 1000-ობით და 10000-ობით თეა კეჩხუაშვილისთვის, ან რა ვიცი, გოგოტიშვილისთვის თუნდაც მთელ საქართველოში ცხოვრების დანგრევაა. პირადი ტრაგედია. მხოლოდ სამსახურის კი არა, სარჩოს საბადებლის დაკარგვაა. ამიტომ ეუბნება საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა ჩემი შვილის ცოდვა დაიდეო. გონიათ ახლა ამ თავმჯდომარემ ან გორის მერმა ეს არ იცის, ძალიან კარგად იცის და განამარტო კეჩხუაშვილებისა და მჭედლიშვილების ამბავი, არამედ საკუთარი ამბავიც იცის. როგორც კი ხმას ამოიღებს და მართლს დაუპირისპირდება, სამსახურთან ერთად დაკარგავს მომავალი დასაქმების ყოველგვარ შანსს. აი ეს შიშია, მხოლოდ ეს შიში, რითაც ბორია რუსს ეს ქვეყანა უჭირავს. ყველანი ლუკ მაპურს უფრთხილდებიან. მუნიციპალიტეტებში, აიპებში, სამინისტროებში, დეპარტამენტებში, სააგენტოებში, საელჩოებში, ყველგან. ამ შიშით მიყავთ ეს საჯარო მოხელეები არჩევნებზე და ამ შიშით ჩამოყავთ ხოლმე მაგალითად თბილისში მიტინგზე, როცა სახალხო მხარდაჭერის დემონსტრირება უნდათ. ნახეთ რამდენი ვართო. შიშით შეკრულები ბევრნი არიან. ეს სისტემა სუფთად გადმოიტანა და ააწყო საქართველოში რუსის ოლიგარქმა. და ამავე მიზეზით, აი სწორედ ამ მიზეზით გამოუცხადა ომის სამოქალაქო სექტორს. იმათ ვინც არ იყო ჩამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტსა და ტენდერებზე. როგორც კეჩხუაშვილების ალტერნატიულ დამსაქმებელსა და აი ამ მომენტში რაც უფრო მთავარია, მისი უფლებების დამცველს რუსული სახელმწიფოს საქართველოს წინააღმდეგ. კაცი კაცია და ქალი ქალია? ომში ყოველთვის არა, არც სიყვარულში. რაც დრო გადის, მეც ვიგებთ, როგორ იყენებენ უკრაინული სპეცსამსახურები გაცნობის საიტებსა და სოციალურ ქსელებს რუსის სამხედროებისგან ინფორმაციის შესაგროვებლად. გამოცემა ატლანტიკი გვეყვება 35 წლის მარტოსულ ქალზე, რომელსაც ოჯახური კრიზისი აქვს და ახალ სიყვარულს ეძებს. და უცებ გადააწყდება ჩეჩენ სამხედრო მეთაურა აჰმადს, რომელსაც ცოტა ხანში ფოტოებს თხოვს. მინდა ვიცოდე როგორი ხარ და როგორ ცხოვრობ. ამ კადიროვის ჯიგიტებსაც ხომ იცით როგორ უყვართ პოზირება. დადგა ეს აჰმადი და გადაიღო ფოტოები. ასე ისე. ერთ ფოტოში კი მის უკან გამოჩნდა უცებ საიდუმლო რუკა მისივე ნაწილისა და მეზობელი დანაყოფების პოზიციებით. სულ ცოტა ხანში აჰმადი და მისი მეგობრები უკრაინულმა დრონებმა მოინახულეს. თან ისე მძიმედ რომ რომანის გაგრძელების აღარც თავი შერჩა იმას და აღარც ნუხო მიხვდით. მით უმეტეს რომ მისი შეყვარებულის ნამდვილი სახელია სერხი და უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მუშაობს. ამობენ ფლირტი ონლაინ ყველაზე კარგად მაგას გამოსდისო. ანუ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას ეს სერხის ზალავს ახურებულ რუსებსო. სხვათა შორის უკრაინულ სპეცსამსახურის დაკვირვებით განსხვავება მაგაშია. ეთნიკური რუსები პირდაპირ საქმეზე გადადიან და წერენ როდი შევხვდები და როდის იმას ვიზამთო. ჩეჩენი მებრძოლები კი თურმე უფრო რომანტიკულები ყოფილან და ამიტომ აგდება რასაც ქვია და საჭირო ინფორმაციის მიღება უფრო ადვილია მათგან. უკრაინელების აქტიურობა ქალების სახელით ისეთ მასშტაბს მიაღწია რომ იანვარში ფსბ იძულებული იყო გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება. ფრთხილად იყავით რუსებო. მაშინ აღმოჩნდა რომ მოსკოვსა და შორეულ ჩუვაშეთში 4 ყმაწვილმა 15 და 17 წლამდე ინტერნეტით გაიცნო ლამაზი გოგონები. ზოგმა ამ გოგონას თხოვნით, ზოგმა შემდეგ გამოაშკარავების შიშით მერე შეასრულა დავალება. ერთმა კინოთეატრი დაწვა. მეორემ ფული გადაურიცხა უკრაინულ არმიას. მესამე ფსბ-ს თანამშრომლების 2 მანქანას მოლოტოვის კოქტეილები ესრულა. და ეს ყველაფერი გადაიღეს და ვიდეო მორჩილად გაუგზავნეს ამ ვითომ გოგონებს. ყმაწვილები დაიჭირეს. ალბათ ახლა ცელუდებიან 18 წლის როდის გახდებიან რომ ციხიდან პირდაპირ ფრონტზე უკრან თავი. აუხდენელ ეროტიკული ოცნებების ასასრულებლად. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.